მოგესალმებით, შემოგარგებო. მოკლედ, მოვედი ძალიან საინტერესო გაშლით. ეს იქნება ვრცელი გაშლა. მოკლედ, კომფორტულად მოეწყეთ და დღეს ვნახოთ, რა გელოდებათ ზოგადად სექტემბრის თვეში. ზოგადი პროგნოზი იქნება, ასევე ცალკე კონკრეტულად გავამახვილებ პირად ურთიერთობაზე ყურადღებას, რომ პირადის კუთხითაც რა გელოდებათ, ამასაც ვნახავთ. ორი ვარიანტი გვაქვს, პირველი, მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და ვნახოთ, რას გიმზადებთ სექტემბრის თვე. რა გელოდებათ, რა მოვლენები შემოვა თქვენს ცხოვრებაში და მოკლედ ზოგადად რა იქნება ვნახოთ. ჩემი ამ დროინდელი საყვარელი დასტით გავშალოთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი კონკრეტულად ის დასტა ძალიან შემიყვარდა რაღაცნაირად, ისეთი რაღაცნაირად ნათელი ენერგიები აქვს და ძალიან ახლოს არის თითქოს ჩემთან. ამიტომ ამ დასტით მინდა რომ გაგიშალოთ. მოკლედ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და ნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ხო, ამავდროულად გეტყვით, რომ პირადი კონსულტაციებისთვის თუ რაღაც თქვენი კონკრეტულ სიტუაციაზე გაინტერესებთ, ამისთვის არის პირადი კონსულტაცია და შეგიძლიათ მოვმართოთ პირად შეტყობინებაში იმისთვის, რომ უფრო დეტალურად, უფრო დაწვრილებით გაიგოთ თქვენი სიტუაცია, იმიტომ რომ საჯარო გაშლა მაინც არის საჯარო გაშლა და ესე ვთქვათ, ენერგიები ასე თუ ისე ირევა ამ დროს. იცით რას ვამბობ, ანუ შეიძლება 100% რეზონირდეს, შეიძლება რაღაც მომენტი რეზონირდეს, ამიტომ ეს არის უკვე თქვენზე, ანუ თქვენ რამდენად მიხვდებით, რომ აი თქვენი სიტუაცია არის. აი ამის თქმა მინდოდა. კარგით, მოკლედ დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ცხოვრებაში ხდება სექტემბრის თვეში რაღაცის სრულად ახლებურად გადაწყობა, ახლებურად შექმნა, შეცვლა, ესე ვიტყოდი, თითქოს რაღაცა აი აქ თითქოს თავიდან უნდა დაიწყოს, ხელახლა უნდა დაიწყოს, რაღაც ახლებურად უნდა გაიაზროთ, სხვანაირად შეხედოთ, აი ესე ვიტყოდი. რაღაც სექტემბრის თვე თქვენთვის იქნება გარკვეულწილად ცვლილებების და იმის, რომ რაღაცა სხვანაირად მოკლედ გაიაზრებთ რა, ესე ვიტყოდი და რაღაც სიბრძნეც ჩანს თქვენში, რაღაც ცოდნაც, რაც შემოდის აი სექტემბრის თვეში, ძალიან საინტერესო ორაკული არის და ეს ბუ ჩანს აი აქ კონკრეტულად და ჩემთვის ახლა ეს უფრო არის დაკავშირებული იმ ცოდნასთან, რასაც თქვენ აი სექტემბრის თვეში მიიღებთ სამყაროსგან და ზოგადად რაღაც პირადი გამოცდილებითაც. რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრების რაღაც ასპექტები სხვანაირად შემოატრიალოთ და განავითაროთ. მოდით აბა ვნახოთ, რას გიმზადებთ სექტემბრის თვე. რას გიმზადებთ სექტემბრის თვე. აქ ვიტყოდი, რომ ესე იგი მნიშვნელოვანი იქნება რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოდის. ნახეთ, როგორი მომენტი არის, ახლა ორნაირად შეიძლება ეს განვიხილოთ. აქ შეიძლება იყოს ადამიანების შემოსვლა, ვისაც უკვე დიდი ხანია იცნობთ, ვისთანაც რაღაც გარკვეული კავშირი გაქვთ. სექტემბრის თვეში იქნება ძალიან ბევრი კონტაქტი და კომუნიკაცია თქვენთვის ძვირფას, სულიერად ახლოს მდგარ ადამიანებთან. ან კონკრეტულ ადამიანთან. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს თქვენი soulmate-ი, ანუ მონათესავე სული. ეს არ არის საჭირო, რომ მაინც და მაინც იყოს რომანტიული სახის, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ადამიანი, მეგობარი, შეიძლება რა ვიცი თქვენი ნათესავიც, ვისთანაც რაღაც გარკვეული წარსული გაქვთ. შეიძლება წინა ცხოვრებიდანაც კი. და ამ ყველაფერს თითქოს აი რაღაცნაირად, არ ვიცი, ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში შემოიტანს რაღაც ახალ ენერგიას, ახალ გზას რაღაც თქვენი ცხოვრების, ესე ვიტყოდი და თითქოს რაღაც ერთგვარ გამარჯვებასაც აღწევთ, იცით? აი რაღაც ინფორმაციაც მოდის, აქ აი ინფორმაციას ვხედავ ძალიან მნიშვნელოვანს თქვენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანისგან, ან ადამიანებისგან. აი რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი კომუნიკაცია, საუბარი არის ახლა სექტემბრის თვეში რაც ჩანს. მოდით აბა კიდევ ვნახოთ. რა გელოდებათ სექტემბრის თვეში, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. რაღაც იცით როგორი თემაა, შეიძლება აქ ძალიან
მარტოდ გრძნობდით თავს ან რაღაც სიტუაცია იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც გეგონათ რომ აი არ დასრულდებოდა რა, რაღაც აი თითქოს კომფორტის ზონაც იყო თქვენთვის, რაღაც ესეთი მომენტი რომ აი ვერ გამოდიოდით რაღაც სიტუაციიდან, რაღაც სირთულიდან, თავს შეიძლება ძალიან მარტოდ გრძნობდით, თვლიდით რომ აი არავინ ვერ გიგებდათ სულიერ დონეზე, რაღაც ყველა თითქოს რაღაც მაინც თავის საქმეში, თავის რაღაც პრობლემებში იყო ზოგადად ადამიანები ესე ვართ ხო? და რაღაც აი შეიძლება ესეთი მომენტი გქონდათ აქამდე, რომ აი ვერავინ ვერ გიგებთ, თქვათ რა, სულიერად, ვერავინ ვერ მოდის თქვენთან იმდენად ახლოს, როგორც თქვენ გჭირდებოდათ და აქ აი სექტემბრის თვეში ზუსტად ეს მომენტი ჩანს, რომ აი ამ სიტუაციას სხვაგვარად შეხედავთ და ზოგადად ეს სიტუაციაც სრულდება, ესე ვიტყოდი, თქვენი რაღაც ეს მარტოსულობა რა ბჭყალებში ესე რომ ვთქვათ. განკურნება არის აქ აი ამ მდგომარეობიდან და ნახეთ თქვენში იღვიძებს რაღაც ძალიან ისეთი ჯერ ერთი ვიტყოდი რომ როგორც ასეთი უფრო მეტი სიმდიდრე, უფრო მეტი სიუხვეც შემოვა თქვენს ცხოვრებაში და მიხვდებით საკუთარი თავის ფასს თუ იმას, რაც იმსახურებთ რეალურად და პლუს არის ის მომენტი, რომ აი არ ვიცი, ბევრად უფრო ლამაზად იგრძნობთ თავს, ბევრად უფრო სასურველად. შეიძლება რაღაც ისეთი, არ ვიცი, პროცედურებით ჩაიტაროთ, რაღაც ისეთი მომენტები გქონდეთ, რომ აი რაც გინდოდათ რა დიდი ხანი, რომ აი თქვენ ცხოვრებაში გაგეკეთებინათ, თქვენი თავისთვის გაგეკეთებინათ რაღაც აი ესეთი მომენტი იქნება, რომ აი მიხვდებით, რომ აი პრიორიტეტი არის თქვენი თავი და ზოგადად პრიორიტეტად სექტემბრის თვეში თქვენი თავი იყოლებათ, ესე ვიტყოდი. და რაღაც განკურნება მიდის თითქოს აი ამ ძველი ენერგიებისგან. ნახეთ 10-იანი თასები გვაქვს, ეს არის ძალიან ისეთი დადებითი ენერგია, მზის არკანი. აქ რაღაც აი სექტემბრის თვე თქვენს იქნება აი ამ სიახლეების და თქვენი რაღაც იმედგაცრუებიდან გამოსვლის თვე. ნახეთ როგორი არკანია აი რაღაც თითქოს ძალიან გაღელვებდათ აქამდე, ძალიან გულს გტკენდათ, რაღაც ესეთი ენერგიებია რა, აი უფრო ემოციურად თითქოს ძალიან დაღლილი იყავით აქ, მაგრამ იპოვით გამოსავალს, აუცილებლად იპოვით გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ვნახოთ. ხო, აქ რაღაცამ სხვათა შორის შეიძლება ძალიან გადგინათ გული, ძალიან იმედი გაგიცრუათ. არ ვიცი, აქ რაღაც შეიძლება გარკვეული იმედები გქონდათ რაღაც თემებთან დაკავშირებით და შეიძლება ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გიდოდეთ სამწუხაროდ. მაგრამ ნახეთ, აქ რაღაც ძალიან მაგარი ცოდნა მიიღეთ თქვენ აი ამ გამოცდილებით, აი ამ ყველაფრით და უკვე გაქვთ იმის საშუალება, რომ აი ამ თქვენი სიბრძნით, აი ამ თქვენი უკვე გამოცდილებით წინ წახვიდეთ აუცილებლად, აი ესეთი მომენტი ჩანს. მოდით აბა ახლა ვნახოთ უკვე ორაკულიდან რა იქნება თქვენთვის რჩევა. რას გიმზადებთ სექტემბრის თვე და მე ვნახოთ უკვე პირადის კუთხით. ნახეთ, აი ახალი დასაწყისი, რაც თქვენს ცხოვრებაში შემოდის. სიახლე, ახალი დასაწყისი და აი ისეთი რაღაცები შეიძლება ახდეს, საერთოდ რო არ ელოდებით და აი რაღაცა უცნებასავით რო გქონდათ, აი ესეთი რაღაც მომენტები ახდება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერებები გქონდათ და გექნებათ სექტემბრის თვეში, აი მიხვდებით რეალურად ყველაფერს, აი რატო იყავით ცუდად, რატო იყო ეს სიტუაცია ესე, რატო გექცეოდათ თქვათ ვიღაც ისე როგორც გექცეოდათ და აი რაღაცა უკვე თითქოს ყველაფერს რო ნათელი მოეფინება რა და უკვე მზად ხარ ადამიანი, რომ აი ვსო ყველაფერს უკამტოვებ და რაღაც სიახლისკენ მივდივარ. აი ესეთი მომენტი ჩანს თქვენს შემთხვევაში. მოდით აბა უკვე ვნახოთ კონკრეტულად პირადის კუთხით რა გელოდებათ. პირველი ვარიანტისთვის როგორ განვითარდება თქვენი პირადი. რა ელოდება პირველ ვარიანტს პირადის კუთხით. პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, ის რომ რაღაცას ვთქვათ აქამდე შეიძლება აიგნორებდით, არ აქცევდით ყურადღებას, შეიძლება ისეთ ადამიანებთან იჭერდით რაღაც პირად ურთიერთობას, ვინც მართლა არ იყო სათქვენო, ან არ იყო თქვენი შესაფერისი რაღაც კუთხით ენერგეტიკულად, ხო? მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს არ ვიცი, მაინც მიდიოდით რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე, რაღაც კონკრეტულ ქმედებებამდე და ახლა თითქოს ესეთი მომენტი გაქვთ, რომ აი არა, რატომ უნდა მოვითვინო, თქვათ რაღაც, რატომ უნდა ვიყო რაღაც ერთ სიტუაციაში, რაც მე არაფერს არ მაძლევს, ხო? აი რაღაც საკუთარ თავზე, საკუთარ ბედნიერებაზე არის უფრო მეტად ფიქრი და სხვათა შორის აქ ვიღაც უფრო მეტად გამოიჩენს თავს, უფრო მეტად გამოხატავს თავის ემოციებს და გრძნობებს თქვენთან დაკავშირებით. მოდით აბა დავამატებ ახლა პაროდანაც. კიდევ პირადის კუთხით რა გელოდებათ?
ვინც არჩია პირველი ვარიანტი, რა გელოდებათ პირადის კუთხით. წინსვლა, აქ იქნება აუცილებლად წინსვლა რაღაც რთული სიტუაციის მერე და ნახეთ აქ ადამიანის ენერგიაც მოდის. ცოტა ესეთი იმპულსური ადამიანი კი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პიროვნება ჩანს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან უცბად მოულოდნელად შემოიჭრება თითქოს ვიღაც სექტემბრის თვეში და რაღაც წინსვლაც გიჩანს ზოგადად პირად ურთიერთობაში. აი ეს გაითვალისწინეთ. მოკეთ ეს არის ჩამოკარგებო პირველი ვარიანტისთვის დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ვნახოთ უკვე გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, ვნახოთ თქვენთვის რა მოვა ჩემო ძვირფასებო. რა უნდა იცოდეთ ახლა, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. აჰა, ნახეთ, აქ იქნება ისეთი მომენტი, რომ აი ბევრ რაღაცა სხვანაირად დააკვირდებით სექტემბრის თვეში. ბევრ რაღაცა სხვანაირად გაიაზრებთ და აი იცით როგორი მომენტი არის, რომ აი თითქოს რაღაც ილუზიებიდანაც გამოდიხართ რა. აი აქ შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ აი ვიცი თქვენს თავს ატყუებდით შეიძლება რაღაცას, ან გარშემოთ ესეთი ადამიანები იყვნენ, ვინც რაღაცას ასე ვთქვათ, მთლად ისე არ გეუბნებოდნენ ან გამოხატავდნენ როგორც რეალურად იყო და აი რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ, რომ აი გინდათ რომ ყველაფერს დააკვირდეთ რა, რეალურად შეხედოთ სად იყავით თქვენ მართალი, სად ვთქვათ რაღაცას შეცდით, ან სხვა შეცდა თქვენთან და ასე შემდეგ. აი ამაზე გექნება დაკვირვება პირველ რიგში. მოდით ახლა ნახოთ უკვე კარელას გვეტყვის ტრანსფორმაცია და რაღაც აი ესეთი მნიშვნელოვანი სუყე გაკვეთილი რაც თქვენ მიიღეთ. ნახეთ როგორი თემა არის. აქ არის ახლა რაღაც მომენტი თქვენს ცხოვრებაში, ესე გეტყვით, რაც აშკარად არ გაძლევთ არაფერს რა. აი ელოდებით რაღაცას, ელოდებით და არ ხდება, არ გამოდის. აი არის შეიძლება არც იმსახურებთ ამ ყველაფერს რეალურად, მაგრამ რატომღაც მაინც რჩებით რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. აქ ძალიან მაგარი ტრანსფორმაცია წამოვა თქვენს ცხოვრებაში თუ უკვე არ დაიწყო, იმიტომ რომ რაღაც უნდა დასრულდეს აუცილებლად, უნდა გამოხვიდეთ რაღაც მდგომარეობიდან, გაიაროთ ეს ტრანსფორმაცია, გამოხვიდეთ ამ ლოდინის მდგომარეობიდან და ეს გაკვეთილი მიიღოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ. თითქოს აი სამყარო რაღაც გაკვეთილს გიმზადებთ, ან უკვე გადიხართ რა, აი ამ მომენტს, იმიტომ რომ ხუთიანი მონეტები ესეთი ენერგია არის, ესეთი მდგომარეობა არის, როცა ადამიანი მართლა სერიოზულ კრიზისშია, ემოციურ დონეზე, მატერიალურ დონეზე. ნუ გააჩნია ხა ვის რა სიტუაცია გაქვს, შეიძლება მატერიალურადაც ძალიან ისეთ რთულ მდგომარეობაში ხართ და ელოდებით რაღაცას ელოდებით, მაგრამ არ ხდება. იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია უნდა წავიდეს თქვენს ცხოვრებაში, აი ამიტომ არ ხდება ახლა რაღაცა ისე როგორც თქვენ გინდათ. აბა გაიქნება სექტემბრის თვეში, ვნახოთ. ხო, აი ნახეთ როგორ განცდებში ხართ, გაორებულ მდგომარეობაში ხართ, არ იცით რა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. ესეთი მდგომარეობა არის. არჩევანის წინაშე დადგებით ზოგადად სექტემბრის თვეში. როცა გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. აი ნახეთ, ზუსტად ეს თემა 7-იანი ხმები რა მოვიდა ისევ. აი ვიღაც ბოლომდე გულწრფელი არ არის თქვენთან რა, ან რაღაცას მუდმივად გაურბოდა თითქოს ეს ადამიანი, ან თქვენ გაურბოდით აი ამ ურთიერთობაში რაღაცას, შეიძლება პირადის კუთხითაც რო განვიხილოთ, აი ეს მომენტი არის, რომ აი გაქცევა რაღაციდან რა, აი რეალურად როცა არ გინდა რომ რაღაც აღიარო, რაღაცა, შეიძლება აქ ვიღაც გამოგეტყდეთ რეალურად თავის გრძნობებში, რასაც ეს ადამიანი აქამდე არ აღიარებდა და რეალურად აი ძალიან ისე ეგოისტურად უდგებოდა რაღაც სიტუაციას, ესე ვიტყოდი. აქ თითქოს თქვენს თავს უფრო მეტად დააფასებთ ამ ურთიერთობაში და აი როცა ეს ადამიანიც დაინახავს ამ ყველაფერს, რაღაცა თითქოს თვითონაც სხვანაირად მიუძგება რაღაც მომენტებს, მაგრამ ცოტა ისეთი манипуляტორი და ცოტა მატყუარა ტიპაშის ადამიანი კი ჩანს თქვენს გარშემო რა, თუ როგორც ადამიანს ისე განვიხილავთ. მოდით აბა ვნახოთ, რაზე გვეუბნებათ, არო. ხო, ნუ აი იცით რა არის, აქ რაღაც მნიშვნელოვანი აი იცით როგორი თემაა, რაღაც ეს არის, გაურკვევლობა არის, რაღაც ილუზიები არის აქ, რისგანაც გამოსვლა გჭირდებათ შეიძლება თქვენს და შეიძლება კონკრეტულ ადამიანსაც რა. ნუ გააჩნია რა სიტუაცია გაქვთ. რაღაც რთული თემაა, რაღაც გაურკვევლობა გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, მოდით ეს ვნახოთ. როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, შეძლებთ რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან?
არჩევანზეა დამოკიდებული. აი ნახეთ ერთ მომენტს გეტყვით. თუ აქამდე, აი თქვენ ცხოვრებაში თუ არის ადამიანი, ვინც ახლა დგას რაღაც არჩევანის წინაშე და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თითქოს ამ ადამიანმა რა, თქვენს ურთიერთობასთან და თქვენ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან რთული კი არის, მაგრამ სხვათა შორის სექტემბრის თვეში არის იმის შანსი, რომ აი ამ რაღაც კონფლიქტური, რაღაც გაურკვეველი სიტუაციიდან საბოლოოდ გამოხვიდეთ და დააბალანსოთ აი ეს სიტუაცია. აი ნახეთ როგორი რაღაც ტოქსიკური თემა არის, აქ ძალიან ტოქსიკური თემა არის. ამ ყველაფერს ემოციურად უნდა ჩაიხსნათ აუცილებლად რა. აი ემოციურად უნდა ჩაიხსნათ რაღაც სიტუაციას, იმიტომ რომ არ ვიცი აქ ადამიანები, გარემოებები რაღაც არის მოკლედ რაც ძალიან ასე ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე. მაგრამ გადაიჭრება ეს საკითხი, ესე მგონია რაც არ უნდა რთული იყოს, გადალახავთ, იმიტომ რომ აქ აი უცბად იქნება რაღაც სიტუაციის შემოტრიალება რა, უცბად შეიცვლება რაღაც სიტუაცია. შეიძლება ყოფილზედაც მიგანიშნავდეს ახლა აქ ტარო. ზოგიერთების შემთხვევაში აი ნახეთ ორ ვარიანტს გეტყვით. ახლა რა თქმა უნდა, ხო ხვდებით, საჯარო გაშლა, ბევრი ენერგია ირევა და ყველასთან ერთნაირად არ იქნება. ზოგიერთების შემთხვევაში ეს არის რაღაც ტოქსიკური წარსული თემა, რასაც მიხვდებით, რომ საბოლოოდ უნდა დაასრულოთ და დაასრულებთ კიდეც და შეიძლება აქ იყოს აი რაღაც ესეთი მართლა ძალიან რთული, რაღაც ესეთი მომენტები აი შეიძლება გქონდათ რაღაც ურთიერთობაში და დრო არის რომ აი მართლა უკვე გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თქვენზეც არ არის თითქოს სხვა ადამიანის რაღაც კონკრეტულ არჩევანზეც არის და მის კონკრეტულ ნაბიჯებზეც დამოკიდებული და საერთოდ რა არის, ველოდებით შეიძლება ესეთი რაღაცა მოიმოქმედოს ამ ადამიანმა. თუ გადავალთ რაღაც უფრო ზოგად თემაზე, შეიძლება ეხებოდეს რა ვიცი თქვენს სამსახურის თემას, რაღაც სიტუაციებს. აი ნახეთ, თქვენს გარშემო მიხვდებით, თქვათ ვინ არის თქვენთვის კარგი, ვინ არის ცუდი, ვის რა ადგილი უჭირავს, ვის რა მოტივი აქვს თქვენთან რა. ეს ახლა მარტო პირადზე ხო არ არის. შეიძლება აქ იყოს ვიღაც ადამიანები, ვიღაც კონკრეტული პიროვნებები, ვისთანაც გეგონათ, რომ შეიძლება ძალიან დადებითი და რაღაც აი ელოდებოდით თქვათ რაღაც კარგს ადამიანისგან და რაღაც აი საბოლოოდ არ ვიცი რა მიიღეთ, ხო? რაღაც ტყუილი შეიძლება რაღაცა манипуляცია და ასე შემდეგ და აქ თითქოს აი ესე იცვლება ბედი, რომ აი ამ ყველაფერს მოკლედ წერტილი დაესვემა და რაღაც სამართლიანობის მომენტი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აი ამის თქმა მინდა. მოდით ახლა ორაკულიდან ნახოთ, რას გვეტყვის ორაკული. აი ნახეთ, რაღაც კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ, თქვენ თვითონ რაღაც ნაბიჯები გადადგათ და რაშიც ენერგია ჩადეთ, რაშიც თქვენ რესურსი ჩადეთ, აუცილებლად დაგიფასდებათ. რეალურად და ასევე რეალურად დაანახებთ თქვენს თავს ყველას. ვინ ხართ, როგორი ხართ, რანაირი ადამიანი ხართ. თუ აქამდე რაღაც სხვანაირი წარმოდგენა ქონდა ვინმეს თქვენზე და რაღაცა არასწორად ხედავდათ, ეს აუცილებლად შეიცვლება და თითქოს აი პიროვნულად ძალიან იცვლებით, ოღონდ დადებითი კუთხით, იმიტომ რომ აი თქვათ აქამდე როგორიც ეგონა თქვათ რომ სხვას იყავით და თუნდაც რაღაცა ძალიან ბევრს ითვენდით რაღაც სიტუაციაში, ახლა თითქოს აღარ მოითვენთ და რაღაც აი თითქოს უფრო მეტად რაღაც თქვენ საზღურებს აწესებთ რა, ესეთი მომენტიც არის სხვათა შორის. აბა კონკრეტულად ახლა პირადის კუთხით ნახოთ რა მოვა. რა გელოდებათ პირადში. რა გელოდებათ პირადში. აი ნახეთ თქვენი მეორე ნახევარი მოდის თქვენთან. ხო, ახალი ურთიერთობა, ახალი სიყვარული, ხა ყოველთვის ვინც ურთიერთობაში ხართ, რა თქმა უნდა ნახეთ როგორი თემა არის, ვინც ურთიერთობაში ხართ, შეიძლება რაღაცა უფრო სტაბილურ ეტაპზე გადავიდეს და თქვათ ანუ უფრო დაასტაბილუროთ სიტუაცია და შეიძლება ზოგმა ოჯახით შექმნათ და ზოგიერთების შემთხვევაში აქ არის ახალი ურთიერთობის შემოსვლა. ახალი ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში. ახალი სიყვარული. მოდით აბა ნახოთ კიდევ პირადის კუთხით. პირადის კუთხით. ნუ ძველი რაღაც იმედგაცრუებები, ნერვიულობა, ემოციური ფონი და ვიღაცის ესეთი ნუ აქ რაღაც ძალიან ისეთი თემები გამოიარეთ რა, ძალიან მარტოსულად შეიძლება გრძნობდეთ ახლა თავს, იმიტომ რომ გონიათ რომ რაღაც დაკარგეთ, ასეთი განს დაკავოთ. მაგრამ აიცით რა, აი ნახეთ. არაფერი არ თქვენ აქ არაფერი არ დაგიკარგავთ. იცოდეთ რომ ცოტაც მოითმინეთ, ცოტაც დაიცადეთ და ნახეთ რა ბედნიერი იქნებით აქ ურთიერთობაში. თავარია რომ აი ეს მომენტები გადალახოთ ახლა და რაღაც აი ეს წარსული თუნდაც ტკივილი რაღაცნაირად გადააგოროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერება გიჩანთ აქ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა დაიმსახურეთ ეს ყველაფერი.
მიუხედავად რაღაც აი ამ ყველაფრისა რა. მთავარია ახლა რომ ემოციურად და ყველანაირად დამოუკიდებლად იყოთ და ძლიერად იყოთ თქვენს თავთან და დანარჩენს უკვე აი სამყაროს მიედეთ და ნახეთ რა კარგი ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ ეს არის ჩემო ძვირფასებო, რისი თქმაც შემეძლო, ვფიქრობ ძალიან ინფორმაციული და საინტერესო გაშლა გამოვიდა. დროებით გემშვიდობებით და აუცილებლად დაგიბრუნდებით სხვა საინტერესო საჯარო გაშლებით. შეგიძლიათ დამიწეროთ ხოლმე თემები, რაზეც გაინტერესებთ რომ გავშალოთ, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ და თქვენთვის ასრულო თემაზე აუცილებლად გაგიშლით საჯარო გაშლებს გავაკეთებ. დროებით გემშვიდობებით, წარმატებები და მადლობა ყველას აქტიურობისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და მოკლედ ძალიან მიყვარხართ ყველანი, ვინც ჩემს გვერდზე ხართ და აქტიურობთ. დროებით გემშვიდობებით.